გამარჯობა მოგესალმებით 372 ეპიზოდით კაცები კვლავ YouTube-ზეა 21 ნოემბერს კაცები ფოტოსინთეზის მშვენიერი ამბავი გველოდება გრანდიოზული ესე უნდა თქვა გრანდიოზული კარგი იყო კი აი კარგია სადაც შეგიძლიათ მოგბრძანდეთ სალარიძის ცენტრში დიღომში ბელიაშვილის 68 და იქ იქნება ძალიან ისეთი ორიგინალური ამბავი გვაქვს ვინც კაცებს უყურებს დიდი ხანია და არც ისე დიდი ხანიაც და ან საერთოდ არ უყურებთ ეგეთებისიც გათვალისწინებულია შეგიძლიათ მოგბრძანდეთ ითამაშოთ ჩვენთან ერთად მოიგოთ ბევრი პრიზები ან მოხდეთ იმ 4 რჩეულს შორის რომლებიც მერე გაემგზავრებიან ვერაზე მე საერთოდ შორს მიდიან ხოლმე და ვერაზე არაჩვეულებრივ ადგილას ჩვენთან ერთად იქნება დროსტარება და ვახშამი. დანარჩენებს შეუძლიათ მოიგონ პატარ-პატარა და დიდი პრიზებიც. კი. თავისი წოდნით. უცოდინერებსაც შეუძლიათ. იღბალითაც ერთ-ერთ იღბალით. და უცოდინერი თუ არის და ესეთი მიმწოლი შეუძლია რომ ისე მოვიდეს და უპატიჟებლად. ოკეი. თორტი ყველას შეხვდება. იღბალით ერთს რატომ სხვებსაც შეუძლიათ. არა, იღბალზე ერთი ამოდის იმ ბრძოლურად. არა, ბიჭო, იღბალი თუ კითხვებში ხო შეიძლება? ცოდნაზე კითხვაზე შეიძლება იღბალი თუ ფასო. აი ძალიან პატარა შანსი. მაგრამ მე მყავდა ეგეთი კლასელები. ხო. არა, ეგ როცა A, B და C ვარიანტებია კი ადვილია, მაგრამ როცა უნდა ჩაწერო კონკრეტულად. როცა სისწრაფე გჭირდება, ცოდნა გჭირდება, კონკრეტული რაღაცა საკითხები უნდა იცოდეთ, ძნელია რომ იღბალით გაწურე. ბილეთები იყიდება TKT-ზე, შეხვალთ კაცები ფოტოსინთეზი. დამაცადე. ეს ხმამაღლა ფიქრი შენთვის და ეს ამოჭერი და მიეცია. კლიპსში რო დადოს. სადაც გინდა. მე სხვა ვერსია მქონდა. აი ეს ფრაზა შეიძლება მაგ დროს აღარც იყოს. გადამიდევი. ბილეთები იყიდება TKT-ზე, შეგიძლიათ შეხვიდეთ და შეიძინოთ. უკვე იმდენი კარგი რაღაცა დამიგროვდა კლიპსზე, რომ ესეთი რაღაცების სხვა არხებს ხო არ მივყით. მაგალითად National Geographic. შრალხიძე. NASA-ს. მართალია, NASA-ს კი არა, შრალხიძე უნდა და. ეს გაშალო რა. თანადარი ძნელად გაშლი ხოლმე იმას. ეგ უფრო მოგიხდება. და სანამ ხალხი ლობიან შეჭამ რაღაცაზე. კი. აუ ეხლა ეს შეცვენება ხო გქონდა. მაგიტო თქვი. დათო ჭამდა ლობიანს. ზემოდან ასხავდა კეტჩუპს, მაიონეზს. მაიონეზ შიგნით. ხო და მე გიძახდა რომ ესო ძალიან გემრიელია და სასარგებლო. შეიძლება დღევანდელი გადაცემა ჩაიშალოს. არ არის გამორიცხული. ესე იგი მშრალი იყო ლობიანი. ლობიანს რო გააციო რატო იყო იცი? ადამიანი ლობიანს ძველი იყო. გააციო და მაცივაში რო შედებ ის მე ძველი იყო დათო ძველი. ძველი არ იყო გუშინდელი იყო მაცივაში შედებ. არა გუშინ მოვიტარეთ მაგრამ ძველი იყო. არა გუშინდელი იყო გუშინ თბილი მივირთვი ის მეორე ამან ჭეჭამა თვით. ხო მეორე არა მთელი ლობიანი მოიტანეს 1/4 შევჭამე გუშინ 3/4 შევინახე და ვინ მოიტანა? თქვენ. კაკაბა და თქვენ რატო არ შეჭამეთ თქვენ მოიტანა? იმიტომ რომ მშრალი იყო. როგორც ზემოდავყრა. ხო და შანდი რო იყო ჩვენ სადაც ვიყავით ვიფიქრეთ გადავაგდოთ თუ ვინმე არსებობს ვინც მშრალობიანს შეჭამს და ყველას გაგვახდა. როგორი მშრალი იყო იცი? შორის. კარიერად მილოს ვიყავით გადაღებაზე ვიყავით და ეს ლობიანი მოვიჭერი მე და რო ავიღე ქარმა და უგადა ეს ლობიო გადახარა. და ესეთი წომი დამჭა. გავკეცე შევჭამე რა მეკ. დათოს აკონარები დაანოტივოს მშრალი. კი, იმდენამეს უშვებოდა. სინოტივე შეიტანოს და იმდენამეს უკეთებდა რომ ვერსია იყო რომ ფეირისაც დაამატებდა. წუბიკიანი იმეებით ხო ასხავდა და ფეირიც ეგეთი მშრალ საკვებს ვერ ვიტან. აი ჩვენ. ხო არა ხო ეს შენ ჩი ცხოვრებაში არ
როგორ ვინმე რო არ იცნობდეს აი მარტივად მოტყუდება. არა, მშრალი საჭმელი არ მიყვარს. არა ვიცი. არა ხო, არა მე მართლა. ყლაპი რაღაც ჩილი აგე. რა თქმა უნდა, თქვენ უფრო იცით მე რა მიყვარს, მაგრამ ჩვენ კი ვიცით, მოცვი არის. შენი სოსტიც ერთი. მოცვი გაძვირებულა და თუ ამას წინ ძალიან გაძვირდა მოწ. რას უკავშირდება? უმოცოდ დავკტოვეს. გაგიძვირდა და გაგიძვირეს. რას უკავშირდება? ჩემთვის ეგ არ უნდა გაეკეთო. მაგას ჯობდა ჯარიმები გაიგე. რას უკავშირდება მოცვის გაძვირება და მოილია სეზონს. ადრე რომ მოკრეფნე და მოქონდათ, ეხლა მოკრეფილი მაცივარში უდევთ და გამოაქვთ და შენახვის ფულსაც გვახტევიებენ ჩემო ჯარი. თორე არ დაეც რომ მიეშვათ შესანახი არ იქნებოდა. მშრალ საკვებში გადის თუ შრალ საკვებებში რა გადის? ნანახი არ აქვს. მითხარი შრალ საკვებში რა გადის? ნანახი შეიძლება აქ ნაჭამი არ აქვს. შრალ საკვებში რა გადის? ლობიანი. არა, კიდე სხვა, რა ვიცოდეთ. ჩირი გავიგეთ. როვერიდან მითხარით და ვიტყვი მშრალია, არ არის მშრალი. აი ჩვენი კაბაბი მაგალითად არის წვნიანი, მიყვარს. არის შრალი კაბაბებიც? კი. არის მშრალი კაბაბები. არ მიყვარს. ხილ შორის რომელია მშრალი? კომში. კომშია მშრალი. არ გიყვარს კომში? მიყვარს. მიყვარს კომპოტის სახით. წეღან არის და არა, კომპოტის სახით ასველებს. კომპოტის. ეხა კომში მაიონეზს ვეღარ უშვება, გაიგე? გემო მიყვარს კომპოტი. არა, ეს ჩვენ არ ვიცით. არა ხო, თორე შეიძლება ხუჭი ლობიერი წოდოთ კომში რომ მოგვედანა. ლობიოს ეს კომში ეჭამა მაიონეზი და კეჩუპი. ლობიოს კომპოტი არ გიყვარს? ლობიოს კომპოტიც მიყვარს. ოღონდ შაქრის მაგრად მარილი უნდა აქვს და შესაბამისი სუნელები ამან არის ის ლობიო რა. როგორ ლობია ეს კომპოტი გონია. კარგად უნდა ამოზიო. ლორსაც თუ გაუკეთებ, ხო უკეთებ. აი ისა იდეალი რო იყო ნამცხვარი. მიყვარს იდეალი, საკმაოდ ის არის. მშრალია ეგა? არა. ზღაპარი? ზებრა? ზღაპარი რომელია? ქადა ხომ შრალია. ხადა მშრალი, ამიტომ ჩაის ვაყოლებ. ანუ მაინც რაღაცით უნდა დასველდეს. ყინული რომელი გირჩენია, მშრალი თუ მშრალი ყინული საკვებში არ გამოიყენება. ჰავა რომელი გირჩენია, მშრალი თუ აი ჯაფაროს ვერსია იყო, ყველა როგორ გიჩვენდა სველი. ნახველიანი. ანუ ასველი ხო. ხო. კიდე მკითხეთ. არა, მე მგონი ამოწურე შენ უკვე. არა, მკითხეთ საჭმელებზე. არა, აღარ მებზე მიყვარს რომ საუბრო. რადგან დღევანდელ გადაცემას ვიწერთ წინასწარ, ამიტომ გვაქვს AI-ის მიერ დაგენერირებული ახალი ამბები და როგორც ადრეც გქონა ერთხელ და რო ვკითხულობდი მე მოაბავდი რა და გვიან მივხვდი რომ წინაზე თქვი ეგ სხვა შორის დიდათ არ განსხვავდება იმ ამბებისგან რომელიც ჩვეულებრივად ხდება ხოლმე ეს რო ჩვეულებრივად მომხდარიყო ძალიან ჩვეულებრივად მივიღებდი მაგალითად 5 ნოემბერს თბილისში გაიხსნა თბილისი რო არ იყოს კიდევ უფრო დამაჯერებელი იქნებოდა 5 მაგრამ სადღაც შეიძლება მართლა არის 5 ნოემბერს თბილისში გაიხსნა მუზეუმი სადაც ყველა ოთახში უჩვეულო ხმა ისმის ავტობუსის ძრავის ხმა ერთ ოთახში მეზობლის ბურღის ხმა შუქნიშნის წკაპანის ხმა და ასე შემდეგ ყველა ბილეთი ერთი დღით ადრე გაიყიდა ახსნის წინ მაგარი მაგარი ხედვა ესეთი მუზეუმი სადმე რომ შემხვდეს არ გამიკვირდება ხო აი რაღაც რომ იმიტომ რომ ესეთ ძალიან ტურისტულ ქალაქებში კარგ მუზეუმებთან ერთად 1000 დებილო რატომღაც დარწმუნებულია რომ სადმე იარსებებს ესეთი მუზეუმი ხმების ხო მაგრამ თბილისში თავისი ის ხო და ხო და ეგ თბილისი ხო ამოვარდნილია ხო ხმაც იქნება ჯარტს რო იბარებს ვიღაცა კი ჭრიდა გავიტან რადიატორებს აუცილებლად სატვირთო მანქანის და მოხრუჭების ხმა როა ხოლმე რაღაცნა კი ეგ აუცილებლად არის ეგ სულ მაინტერესებს მართლა მანქანები ამოხრუჭებენ თუ რაღაცა სერვისი გაშვებული სულ მინდა გავარდე ქუჩაზე და ვნახო რომ ღამე The Museum of Sounds ბრიტანეთი 2024 წელს დაარსებული აჰა გეუბნები რა შენ რა ხმები გესმის ხოლმე Museum of Portable Sounds აი რო სახში რო ხარ რა ხმები გაწუხებს ცვალებულების ხმები მესმის ჩვეულებრივი ხმები მესმის არა ჩვენ ქუჩაზე ძალიან ხშირად ისმის სახანძროს და სასწრაფოს ხმები იმიტომ რომ ჩვენ ქუჩაზე არის სახანძრო და ჩაივლენ და გაგვახარებენ რომ სადღაც ვიღაცა იწვის გიხაროდეთ სასწრაფო და სახანძრო სულ ისმის
ბუზის ხმა. ბუზის გაფრენის. აი ეს დრიფტების ხმა სულ ისმის. შიგადაში გისმის გინების ხმა საღამოსკენ. ერთი მიმართულებიდან თუ ხანძაიდან ხანსა. ორმხრივია თუ ცალმხრივი? ბროუნის მოძრაობასავით. ხო არის რომ ვიღაცა გამოდის და ალბათურად იგინება. და შესაბამისად ვიღაცებიც მერე ხო. ფეერვერკები არის მის ჩვენობაში. აი ჩვენთან ისმის. ჩვენთან ისმის. ფილმში რესტორნები არის და ჩვენთან ის არის. ჩვენ ერთ სახლზე მაქვს ეჭვი, იმ სახლში ერთი ოჯახი ყველას დაბადების დღეზე ისვრის და ჩემი ფიქრით არის 5-სულიანი ოჯახი. წელიწადში 5-ჯერ ისმის აი ერთი მიმართულებიდან. ადრე ბიჭო უარესები ისმოდა, ეხლა კიდე კარგად არის საქმე. ჩემი იმის კალაბოკას მეზობელს ყავდა თუთიყუში, რომელიც შამპაგრა იწება ალბათ. კალაბოკას მეზობელს ყავდა თუთიყუში. აივანზე ცხოვრობდა ბახტრიონზე. და ამ თუთიყუშმა ისწავლა, რაც ესმოდა სირენის ხმა, ავტომატის როლის ხმა. მოყოლილია. მოყოლილმა გამოჭერი. მოყოლილები. შემდეგი ნიუსი არის 7 ნოემბრიდან ბაქოელ ტაქსისტებს შეუძლიათ აპლიკაციაში მგზავრის ვარსკვლავებით შეფასება პირიქითაც რა. ხო. ტყვიასავით ჩუი მგზავრი იყო. ესე შეაფასა პირველად ვიღაცა მგზავრი ვინ შეაფასა სახელდაგვარიც ეწერა. ტაქსისტმა. ხო, მძღოლმა. შეფასა სიცოცხლე. რაშად ახუნდოვმა შეაფასა. სახელდაგვარიც იყო რა. რაშადი იკისრებდა მაგას. ეს მე მგონი ეს ახლა რა მე ვიცი. მგონი მე მგონი ეხაც არის. მე მგონი არსებობს ესეთი რამ. ტაქსისტების არ ვიცი, მაგრამ ისე არსებობს რა, რომ მე რო იძახებს ვიღაცა მან ჩაისვას ანა. იმ აპლიკაციაში აზერბაიჯანში თორე იმ ისე აპლიკაციაში რაც მე მაქვს, ეხლაც მაფასებენ და კი, მეც, რაღაცა ხო. კურები მაქვს, მაგრამ აზერბაიჯანში რა არის. გაფასებენ? რამდენ ხულად გაფასებენ? როგორც ქართველები არა ეხლა რომ ხათრით არაფერს არ გეუბნებიან, უცხოეთში. უცხოეთში არ ვიცი და ეხლა გეტყვი. ეხლა რომ ამოვიდა ჩემი. რაშიდ ახუნდოვი. მიჩებაზე ვამბობ. და ისე კომენტარები მეც მაქვს ხო, ოღონდ ძალიან სუქანია. ხო, მართალი ხარ. არა, ჩატირუარი რა. ტექსტუალური არ არის. 4.96 მაქვს რეიტინგი, ანუ რაც ნიშნავს იმას, რომ ვიღაცა მისაღები მგზავრი ხარ, ხო? რამდენი გაქვს? რამდენი? ანუ რაღაცაზე ტვინი გაბურღე, მე 5-დან 0. 5-დან 0 მქონდა მეც. მოიცეს სანამ იმ დღეს ლობიო არ ჭამბა. შრალი ლობიო. შრალი ლობიო, ხო. ახუნდოვის არის ხო თბილისელი აზერბაიჯანელი ათეისტი. კი. შე რამდენი გაქვს? აი დამასწარი ხა ეგ უნდა მე. როგორ სტატურად ჩაება საუბარი. სადმე შევიდე. აი ამას უნდა დააჭირო. შენში შედი, ხო? შენც 5-დან 0 გაქვს. კაცერი ადამიანი. ცისფერი მასა. არავის შეფასებაც არ უნდა ისე აჭერხდა. ბიჭო, იროვნება. ბედნიერები არიან რომ მე და კაკავა ჩავჯდებით საუბრო ჭუკჭუკო. საუბარში და ჭუკჭუკში შენ და კაკაბა მე ვერ მაჭობებ. სხვა თვისებებით არიან. კულტურულ საუბარზე და ჭუკჭუკზეა ლაბარაკია. და წესიერ სიტყვებზე. კულტურა მომინდომე ახლა რა. იტალიაში გამოიგონეს ყავა, რომელიც შვებულებას ანიჭებს. ერთი წამი. ესეთ გავიაზროთ. ქართული არის ის ჯერ კარგად. 6 ნოემბერს მილანში ერთმა ბარისტამ შემთხვევით შექმნა ესპრესო დასვენება. ესე დაარქვა რა. ერთი ხლუპი და მომხმარებელს შეგრძნება აქვს, რომ ერთი კვირა ზაფხულში ატარებს დროს რა სადღაც. ანუ ნარკოტიკი. ხო? ესპრესო ყავა ალბათ ისე ქვია რა, ხო არის? რაღაც სახელებს რო არ ხო, ქმნა. რაღაცა სოკო ეს ყავა ისმევა თუ უნდა მოწიო თუ უნდა გაიგეთ. გაიხნოსო. ესე 100 ხალმა გიდაზე და ათხლუპუნებნე. ერთი კვირა შეგულებაში. იტყობინებიან რომ საზაფხულო ტურების გახილვები მკვეთრად დაეცა. ვაჰ. ეს ის ნარკოტიკია რა, ფილადელფიაში რო კადრებია ხოლმე, გადაწეული ხალხი რო დგას. ფენტა რაღაცა. ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიამ წარმოადგინა AI-ის სახელად Santa GPT,
რომელიც წერილებზე პასუხებს აგზავნის რეალურ რჩევებს იძლევა. საჩუქარი კი არა, ძილი გჭირდება, ესე ეუბნება რა ვიღაცას რო ეუბნება. მაგას დედაშვილიც მეუბნება. ნინო ბავშვები ტირიან. და ესეთ რაღაცებს ეუბნება რა დროს ეგ არის და უფროსები გახარებულები არიან და ბავშვები კიდე ტირიან. პირველ ისტორიაში სანტა სიმართლეს ამბობს. ვა, ანუ სანტას წერ რა გინდა და ეს გეუბნება წესიერჩევას რა, რომ ის გამომიგზავნე რა ქვია, აიპადი კი არა, ისე თელი დღე ტელეფონში ხარ კიდე ანუ ზარმაცი სანტა გააკეთეს, არა, რომელიც ესეთი კაცი ზარმაცი რა, ის წინა ხო გიგზავნი და სულ. ხო, მაგრამ ეს შეურაცხყოფებს მაინც არ მაყენე. გახსნა მაგას შენ სუკანო. რაღაცა შენ თავს მიხედე, შენ დამპალოს მაინც არ ვეუბნებ. ლობიანი კიდე მშრალი ლობიანი გინდა შენ? მოუხტი შენ იმას რაღაც. ბიჭო, ხო. და ვინ შედის, ან მშობელი თუ ბავშვი? ვისაც უნდა რა, ეხა ChatGPT-ი არა, ძირითადად. ძირითადად ბავშვები შედიან, ტირიან და მშობლებიც უხარიან. ესეთი ნიუსი იყო თორემ. ანუ მე რო ეხა მივწერო, რომ ჩემ შვილს უნდა დავუშვათ PlayStation 5. ხო. ხო. ის მეტყვის, რომ კაი რა 5? არა, როგორ ეუბნები, იცი შენ ახლა მშობელი ხარ, შედიხარ მშობლის კვოტით და ეუბნები. ჩემი შვილი თუ მოგწერს, რომ PlayStation 5 უნდა გადაეცი. არა, ხო და არ ჭირდება შენი ნათქვა. ხო, არა, თვითონ აკეთებს მაგას. ნიკო შედის და ეუბნება PlayStation 5 მინდა. 4 ხო გაქვს, დიდად კი არ განსხვავდება, რადგინა 5 ისე ეუბნება. თუმცა მამა შენი უნდა აწვალო და 1000 ხარჯი გაწიოს და მე თან შენი ტელევიზორი ვერ გაკაჩავს 5-ს. ხო, აზრი არა. რაღაცებს ეთქვის რა. აქ ამას. ეს თავისი პასუხი. შენ დაკითხია. რას ლაპარაკობ, ორი თვე დარჩა ახალწლამდე. ვაჰ. რა გეკმაგაკ, როგორ უნდა აირიდო თავიდან. რა? PlayStation. არ გამოსულა ჯერ PlayStation. აი რო ამბობენ რომ გამოსული. 6 ბოდიში ხო 5 ხო. არა. 5 ერთი წელია თუ რა მე. კი, მეტი. ხო და რო ამბობენ რომ ვიღაცები სამსახურს დაკარგავენო, ეს სანტა ნახდათ დაკარგავს სამსახურს. არა მგონია რომ ამას მიაკითხონ და სანტას არა. პირიქით სანტა არ დაკარგავს. ის არის კარგი. სანტა არ დაკარგავს სამსახურს. რა სანტა დაკარგავს სამსახურს. თავად მნიშვნელოვანი ეს რა. როიცოდე. ოღონდ როიცოდე, ძალიან როიცოდე. ხო. სანტა არ დაუწერ შეფასებებს ბავშვებს აპლიკაციის აზერბაიჯანული ტაქსისტი. მოგზაურმა გიორგი დოლიძემ ჩიგარი გადაწყვიტა ერთ დღეში გაევლო ყველა სტადიონი და თითოეულზე ერთხელ დაებურთა. ვა. არ ან ვიცი. დაეწყა ბურთი. ან აეკენწლა, არ ვიცი რომელიღაცა. ან გაებერა. ნუ დაბურთა, როგორც მე ლაბაძე ჩვეულებრივად იტყო და ამ სიტყვას. ნათქვამი წეკ. ძალიან მომეწონა. შუა გზაში დაიღალა და ქუთაისში გააკეთა პრეს კონფერენცია. და რა კარგად მოიფიქრა. მე ვერ გავიქეცი საქართველოსთან, მაგრამ საქართველო გავიარე ფეხით. ესე განაცხადა. ვა. ეს რაღაცა პირველი ვერსია ChatGPT-ის თხოვეთ, რომ ეს ნიუსები გაიგეთებინა, ვერლა. რა გინდა? აზრი არ გამოდის. ჯერ ერთი ახალი ზმნა შემოგთავაზა. დაებურთა კი? და ახალი ზმნების აკადემიკოსმა კი. გაუგზავნა დაბოღმა. ვასიამონა, მეც მასიამონა დაბურთა. დაბურთვა რა არის? ასიამონა. რა პროცესი არის დაბურთვა? დაბურთა. აი შენ როგორ დაბურთავ? ერთი წამი. დაბურთული გააკროდეს. დასავლეთ საქართველოში არსებობს ესეთი ზმნა იბურთავა. იბურთავა კი? ეგ მეც ხო და იბურთავას ფორმაა დაბურთა. ანუ რა ქნა, იბურთავა ვიცი რა. იბურთავა. იბურთავა შედის აი ბურთით ითამაშა. ითამაშა. დაბურთა? იგივეა. არ არის იგივე. იბურთავაა და ეს დაბურთავა. ვითხარი განსხვავება. მარტო უნდა იყოს დაბურთო. ხო, იბურთავა. არა, რატო? არა, რატო დაბურთეს? მარტო იყო და დაბურთა. ხო, მარტო იყო, მაგრამ ვინმე რო ყოფილიყო, ერთად დაბურთავდნენ. ხო, მაგრამ მარტო. ანუ დაბურთა არის იბურთავას სინონიმი. არა. არა, არ მოგვეწონა ეხა ის ზარმაცი ხარ. აი, მიბურთა? მიბურთა. მიბურთა უკვე რაღაცა მიმართულებით იბურთავა რა, მიბურთა. აბურთა? აბურთა ისა? არა. აბურთა არის ეს ძუარო აგერია. ეგ აბურდა არის. აბურთა. არა. მიმობურთა. გადაბურთა. შებურთა.
იმას კითხე, იმანიც ისე. დამფასებელია გავყავს. არა არის სინონიმი. დაბურთა არის სხვა რამე. ო, ეგ თვითონ არ იცოდე და სხვისი არ მიშეროდეს. სხვისი ვიტყვიანი ის. რაღაცნა დააჭადრაკა, აი ეგეთის მალო იყოსო, რაღაცა ჭადრაკი ითამე. აი იბურთავისგან რითი განსხვავდება? აი რა იმას ხედავ? დახუჭე თვალები და მიხაი რა განსხვავებას ხედავ? ბიჭო, მე მგონია რომ რაღაცა რომ დაბურთა კონკრეტული გააკეთა რაღაცა. იბურთავ არის ეს ზოგადად ბავშვები წავიდნენ ბურთით მივიდნენ სტადიონზე ითამაშეს. მე ამ ბურთით ვიღაცამ დადო ცოტა ხანი და უფრო პატარა ბავშვები თამაშობდნენ. არა, ხერს კონკრეტულად. ხო და დაბურთა არის კონკრეტული მოქმედება. აი გეტყვი, მოიცა დავუხუჭავ თვალებს და გეტყვი. მიდი. აი დაბურთა არის, აი ზაფირო დაბურთა. ო, კი კი ბატონო. და გორგლა ქვია, მაგრამ ხო, დაბურთა რა, ხო. ხო უფრო ახლა დაბურთა, გეტყვი რა არის დაბურთა, გეტყვი რა არის. აი რაღაცა აი ხო არის ხანდახან ოფისში რომ თამაშობ ფეხბურთს და დებილობისგან რომ ბურთს აკეთებ და რაღაც ნასკი დაბურთა. ან ფურცელი დაბურთა რა და ბურთი გააკეთა რა. სტადიონჯა თუნდოდა მაგის. არ ვიცი, მე ესე გავიგეთო. კი, არა, ძალიან სწორია. მაგრამ ხო უნდა გამოიყენო. ბურთად აქცია ხო, რა. რაღაცა აქცია ბურთად. უცნობის სიტყვა რო გაქვს, წინადადებიდან უნდა გამოიტანო შინაარსი. ვიღაცა ადგა და უნდოდა რომ ყველა სტადიონზე დაებულო. კი ბატონო. ხო, ყველა სტადიონზე. მივიდა და ყველა სტადიონზე სხვადასხვა რაღაცია ჯგუფებისგან დაბურთა. დაბურთა. კარგი. მოეწონა, თვითონის მოეწონა. ვაფშე არ მომეწონა. მეზარება ეხა თქვენ. მაშინ შენ გითხარი რა. ნაკენწლა. იბურთავა თქო ვიძახ. ხო და არ მოგწონს ერთი სიტყვა ქონდა და ახალი მოიგონე და იგივე მეც მნიშვნელობას არ ამიჩნევ. მომწონს არსებული რეალობა. ბევრი რამე არ მომწონს. მაგრამ რა უნდა გაჩერებული. ეს დეტანა. იყოს დაბურთა ეგ არის. მოასხა. სხვა რაღაცა უხდებოდა. ხო, ეს დეტანატივი. კარგი. მოგესალმებით. მე და კაკაბე ერთად ზევართ, რომ მაგარი მან ისა პრეს კონფერენცია რო გამართა და ბურთის. უბრალოდ რა თქვენ რო დაბურთეთ ამას რა. რითი დაბურთეთ ზესტაფონში? მე და ვინესწრებოდა. დაბურთა ორპირიანია, დაბურთა მანის. დაბურთა მან ის კი. თუ ეს არის, თუ ეს მოგეწონათ ჩემი ვერსია, მაშინ ორ ხო და ფაქტია რომ მოეწონენ და მაგეთკენ წავიდე. შეიძლება ერთპირია. არა, შეიძლება იყოს კაცო. დაბურთა მან. იბურთავა თუ არის ერთია. ხო და იბურთავაზე არის ეს. და რახან გადმოვიდა ორპირიანზე, ესე იგი ჩვენსკენ არის ქვეცნობიერად. დაბურთა შეიძლება ორპირიანიც იყოს თუ დაბურთა არის ვიღაცას ურტყა ეს ბურთი. კი ბატონო. დაბურთა. ეგეც უკვე კონკრეტიკა არის, აი მაგაზე გეუბნებოდი. აი ხო არის, გახსოვს ბავშვობაში ბურთი მიქონათ ხოლმე რაღაცაში ჩადებული და ეს მუხლებით დუკ და კუჭაში რომ მიდიხარ. ეგრე დაბურთა. თამაშობდი, აი დაბურთა, ან ვიღაცა ძლაცან და შეიძლება რომ ესე წინადადება იყოს რომ ვიღაცა ჯანელიძემ ძელი დაბურთა. კი, ანუ კი, ურტყავდა სულ და სულ ხვდებოდა ძელს. და დაბურთა რა, აი ბურთით დაბურთი. ხო, ანუ კონკრეტულად ბურთი ხვდებოდა ძელს და აი ეგ არის გადა. იბურთავაში ეგ დაბურთა შედის იბურთავაში. ეგ დაბურთად ანუ შედის. იბურთავის დრო შეიძლება დაბურთო. მიყვარს მეცნიერული ანუ ხოთაშორის ამდენი ჩვენ გრამატიკაზე ფილოლოგიაში ჩვენ ასე არ კი, ჩაუღრმავ. მე აღმოვაჩინე რომ გრამატიკაში არც ისე სუსტი ვარ. პირიქით რო კითხოთ დაბურთა რას ნიშნავს თქო? აგერ ვკითხავ. სულ სხვა რამეს რო ნიშნავდეს. დაბურთა. არა, ხო. კი. ChatGPT-ს ოღონ იმავე ჩატში უნდა კითხო დაბურთვა რა. არა, ცალკე ვკითხოთ. სადაც აჰა, მაგარი ბურთი. ჩვეულებრივ ნიშნავს, ანუ არის ზმნა, რომელიც წარმოიშვება ბურთისგან და ჩვეულებრივ ნიშნავს ბურთის ან მსგავსი საგნის გადყორცნას, გაგორებას, გადაგდებას ან დარტყმას. ისე რომ ბურთივით იმოძრაოს. ბიჭო, ზუსტად მithქვია. ჩემი ფილოლოგი ძმა. ესენი იმას არ ამბობდნენ რაღაცისგან ბურთის გაკეთება. ვერსიას იყო. ხო და ბურთის ან მსგავსი საგნის მსგავსი საგანი ნიშნავს ფურცლისგან გაკეთებული ბურთი. მასკისგან, ფოლგისგან. ბიჭო, რატო რა? აი, გახსოვს? როცა მეცნიერებაში ნამუსი აღარ არის, ჩემი ადგილი აღარ არის მეცნიერებაში. წადი მეცნიერებიდან. წადი. წავედი მე მეცნიერებიდან ხელოვნებაში გადავა. ხატე. აი ნახე. ბიჭმა ქვები დაბურთა ეზოში. აჰა. ანუ ქვები ისე გადაყარა, თითქოს ბურთი იყო.
ხო, ანუ ქვებისგან ბურთი გამოძერწა კი არა. ბიჭო, ყვა გამოიყენა ბურთად. მოდი სტუმარზე გადავიდეთ. არ მინდა ამათან ურთიერთობა, ესენი ყოფილან უცოდინარები. სტუმარი მოვიწვიოთ, სხვა შორის არის ფილოლოგიაში ძალიან ძლიერი რა, მე მაგის ნაშრომები მაქვს წაკითხული. მილიონობით წაკითხვა. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია მუსიკოსი დავით კენჭიაშვილი. გამარჯობა. როგორ ახარ? კარგად, მადლობა. შენი აზრით რა არის დაბურთვა? შენთვის როგორ ჟღერს? ხო, აი შენ რა იმ დღეს ასოციაციას ბიჭებმა დაუბურთეთ. მაგრა დაბურთეს. ეგ უკვე სხვა რამეა. ეგ არის რა უკვე ხო ბურთებით. ეგ უკვე აუ არ ვიცი, მართლა არ ვიცი რას ნიშნავს დაბურთვა. არ ჩვენ, მაგრამ ვიგონებთ. იმიტომ რომ ნუ პირველად მესმის ხა ეს. ხო. ხო, მაგრამ აი პირველად ხო გაიგე, აწირო დაბურთვას და აუ არ ვიცი, არ გამომდიოდა რასოდეს დაბურთვა. მაგრამ გიცდია. ვიცდია, მაგრამ არ გამომდის. 325k გამომწერი YouTube-ზე. ხო? სერიოზული ამბავია რა. ნუ კი. კი. საქართველოს მასშტაბით ძალიან სერიოზული ამბავია. ო, საქართველოს მასშტაბით კი. გეთახმებით. ნამდვილად სერიოზულია და და 59 მილიონი ნახვა ერთ ვიდეოს, ეგ მსოფლიო მასშტაბით მაგარი ამბავია. საერთო ჯამში 9 მილიარდზე მეტი ნახვა აქ არხს. არხს მართლა? 9 მილიარდი. 9 მილიარდზე მეტი. ეგ უკვე ხოლო ეს საქართველოს არ არის რა ხო, თქმა რა უნდა. თქმა უნდა. რო წახვალ გინდა გაგატანთ. არა, ესეთი მაქვს, სტუდიაში ხო, მაქვს. მაგრამ ორი სამი გეკნება. უნდა თქვა. ესეთი ოქროსფერი მინდა. ო, ოქროსფერამდე. ყველაზე მეტი ნახვა რომელს აქვს. აი ეს არის 59 მილიონი ნახვა. სიმღერა იორზე. აი ხო, ეს წელი. კი. იორზე ცოტა უფრო წყალუხზე რო გემღერე შენ. მისისიპიზე. სიმღერა ამაზონია. მილიარდს რა დაუდგებოდა. იორმა რო 59 აი ამ ხელა იორმა. ხარა და კაი შოუ. სხვა ვიდეოებს აქვს 38 მილიონი, 12 მილიონი, აუ ძალიან. მისისიპიზე ადვილი დასაწერია თან, გადვილი გასარით. აქ რაღაც ტექსტები გიორგის. შემოგივლი. აქვე გაკატაკა. რა გაქვს მისისიპიზე? იყო არ შენი ქვების ტიპი, მოკარგო მისისიპი. მესამხედი და მანამდე ამას ახლა გადაათარგმნიებ ChatGPT-ს ინგლისურად. და всё, წავავს ისინით. კარგად იცით ხმარება ChatGPT-ის? მე არ აი ვიცი. რაღაცა ხედავ დაბურთვაზე ვარ. ბატონეზე ვარ ხო ხედავ. შენობით ვართ. ChatGPT-ს მათ. იორზე სხვა სიმღერა გახსენდება? ორა. არა და გვაქვს დინარეებზე გვაქვს ესე სიმღერა, კი ბატონო. რომელიც ნუ მტყარზე რა მეურია. არაგუზე. იმ თვარზე, არაგზე. აყვავებულა არაგზე დეკა არის ამის კონკურენტი. ვინახვა არაგვი VS იორი ესე. ეს იო. ო, ქსანი ქსანზე არის გასაგები. არა, ქსანზე არ ვიცი. აუთვისებელი მდინარეა და ისე რაღაცა მართლა ვიღაცა მოკიდებს ხელს მაგას. აი ჩხარულაზე რო იხდე ვანძებრულას. შენი ატენი ნიგოზეთი და ჯერ იორიდან დავიწყე მოკლედ და ხო, მაგრამ ხო ხედავ რომ მდინარეები კარგად გამოგდა. რა საკიდან უკრავ? უკრავ არა, უკრავ ცოტა ხმამაღალი ნათქვამია ხა. დიდი ფანდუროლოგიით არა. არა, მე პირველი ფანდური რომ მახსენდება, შენ მახსენდები. არა, ტყუილი. ფანდური რო და ეს ბრამას შენ კეჭირა. მეორე პირველი ფანდურა ალბათ. მომაჩეჩეს. არა, ბავშვობიდან მღერი, ჩემ ოჯახში ყველა მღერის, ყველას აბსოლუტური სმენა გააჩნია, მაგრამ დაახლოებით 4-5 წლის ასაკიდან უკვე ანუ რაც თავი გახსოვს მღე პირველი შენი თავი რო გახსენდება მღერი. რაც ცნობიერება ჩამომეწალებ და კი. ბანდური? ფანდური ჩემმა მასწავლებელმა მასწავლა ხვიჩა მასწავლებელმა. მე მართვეშიც მღეროდი ბავშვობაში და სადღაც 14 წლის რო იყო. დაახლოებით 14-13 ანზორ ერქომაიშვილის დროს. ბატონი ანზორ ერქომაიშვილის დროს. კი, დიდი გამოცდილება მივიღე. მხოლოდ სიმღერაში, ეხა მე რო თქვა მუსიკოსი ვარ, არ ვარ მუსიკოსი, ამიტომ ამბიცია არ მაქვს. არც მე ფანდური არა ხარ? არც მე ფანდური არ ვარ, არც ფანდურა არ ვარ. 59 მილიონი ნახვა გაგდა, აბა რა ხარ? არა, იმიტომ რომ ვიღაცები იძახიან მუსიკოსი ვარ და 6 ნახვა.
შენ 59 მილიონი. რაღაც არასწორად არის მაგი ათვლის სისტემაში. რაღაცა YouTube ვერ გაამოხანე შენ. რაღაცა ორი. ხო და რამდენი წელია ფანდური და ნუ ბავშვობიდან რა. გინდოდა გაინტერესებდა თუ რა თქმა უნდა მინდოდა ეს მიზიდავდა ყოველთვის და ჩემი რაღაც მუზები მუზა შენი ფანდური გაქვს თუ ქირაობ? არა, ჩემი მაქვს. ჩემმა მასწავლებელმა მაჩუკა სხვა. ძველი ფანდურია თუ გააკეთებული? ძველი ახალია გაკეთებული, მაგრამ ზუსტად ისეა გაკეთებული როგორც და სხვათა შორის მე ვარ ცაცია. ესე მაკარტნივით ესე გიჭირავს აქეთ. ეს აქ. მართლა? კი, აბა. ვა, ბევრი ხარ ცაცია მე ფანდურზე. და დაფლიპული ვიდეო. დაფლიპული მაქვს ახლა ესე იგი. აქეთ გეჭირა. ხო, აქეთ ვერ უკრავ გამორიცხული. ეს მაჯა არ მემორჩილება. ჩაოლებ. აქეთ კი ჩაოლებ. ვა. ოღონდ მე რასაც უკრავ იმას ეგ ეხა ჩაოლებრივი ფანდური და სიმები შეცვალო ეგ არის. კი. გადაწყობილი და ხო? კი. არა, გადაწყობილი არ მაქვს, ესე გაამზადეს, იმიტომ რომ როდესაც ცაცი. ჩვეულებრივად აწყობ, მე ღარუნობს ის. უბრალოდ რომ გადააწყო არის ვარგებს? ანუ ეგეთი უნდა კი, რაღაც პატარა კორექტირებებია საჭირო. ფანდური ძვირიანი ინსტრუმენტია. ოღონდ კაი ფანდური თორე. დაახლოებით 2500 ლარი. 2500? დაახლოებით. თქვენ გარმონია არიცით რა ღირს თორე? გარმონი? ბიჭო, მე დაახლოებით 10-15000 დოლარი. ამდენი? 10-15000 დოლარი. აი გერმანული გარმონი. არა, გერმანული არ ვიცი. ხო და ჩვენ კავკასიაში. ველტმეისტერი გააქვს? და. ეგ არის აკორდეონი, რო იცოდე. აკორდეონი მაქვს. აკორდეონები აკორდეონები 150 დოლარი, 300 დოლარი. მაშინ გარმონი მაქვს. იქნება ეს აკორდეონი გარმონად გაგვახიდა. გადამაკეთები. მაგრამ რაღაცა ხადავოიში იქნება შესაძლო. და ვერ ეწევა. ამ ფანდური მაგრამ რა განსხვავებაა მაგათ შორის? გარმონი ქართული როა ერთი ნუ კლავიატურას ჰარმონიაც ღილაკები აქვს, რომელიც ჰარმონიას ის ბასი. არ არის ქართული. მაგარი პასუხი და ოპერატიული სისტემა. სიმღერებში რაც ფანდურთან ერთად გამოიყენება ეგ არის. არა. ეგ კიდე სხვა რამე არის. აკორდეონსა და გარმონის შორის სხვაობა? კლავიშებიანი, ანუ პიანოს კლავიშები რა. ყველას კლავიშია, კი. ხო, არა და არის ისე არეული კნოპკებიანი. კნოპკებიანი. მაგას ეძახიან თუ არ ვწდები, არ შევიდე შეცდომაში, ბაიანს ეძახიან, ხო. ხო, ეგ რუსული. გალიანო მაგასაც ეძახია? ბიჭო, ვინმე არსებობს ფანდურების ხელოსანი, როგორც ტრადივარიუსი, რომ იმის გაკეთებული ფანდური ძალიან ძვირი ღირს. კი, არიან რამოდენიმე და აი რა არის იმის? დაახლოებით ეგ ფასი 2000-2500 ლარი. და გრამით მუშაობა მასალაშია, რა თქმა უნდა, მასალაში და თვითონ აკეთობაში. ხელობაც ხოთავი. და ეს გარმონზე ეს არის ხის ალბათ ძვირი და DSP-ი. ლამინატი. მე რაც ვიცი, კაკლის არის ყველაზე კარგი. კაკლის მუცელი როდესაც აქვს ფანდურს, ეგ არის კარგი. ლადები უნდა კონდეს ბზის და გრიფი უნდა კონდეს თუ არ ვწდები ფიჭვის. ეგრეთ დანაწილებული. სხვაობებში. და სიმები ეს ბუნებრივი? სიმები ნაცლავებით რო გეთდება რაღაც თუ არა. სადღა არის ეგ? ძირითადად დღესდღეობით ხმარობენ გიტარის, უფრო ნეილონის გიტარის სიმებს, იმიტომ რომ ესე ქართული რაღაც ესეთი ნაწლავებისგან ჩახვეული არის. კი, იყო ჭუნერიც, იყო სვანური საკრავი, ფანდურ, ბევრი იყო. ხემიანი საკრავები განსაკუთრებით. შენ ფანდურზე უკრავ. კი, ამბობენ რომ უკრავ. აი 53 მილიონი. არა, მან ჩაანსადმე რომ უკრავ. ამბობენ არ აღიარებს. ხო. არა, არ შეიძლება ვაღიარებ, იმიტომ ამის ზომებს შორის სახელები განსხვავდება თუ დიდი ფანდური პატარა. ჩონგურსა და ფანდურს შორის არის განსხვავება. ჩონგური არის მეგრული საკრავი, რომელიც 4 სიმისაგან შედგება, ფანდური არის ქართკახური საკრავი, რომელიც 3 სიმისაგან. ბას ფანდური? ბას ფანდური ალბათ იმიტომ გამოიგონეს, რომ ალბათ აი უფრო ბას გიტარას რომ ხმარობენ და რაღაცა გარკვეული ფუძე აქვს მუსიკას, ალბათ მაგიტომ ხო გამოიგონეს. საფული კონტრაბასი რა. ანუ ერთი პერიოდი სრული მიუღებლობა ჭირდათ, რომ რა ქვია, ხა ბას გიტარა ხალხურ სიმღერაში არ მოსულა.
მაგრამ მოსულა. შემოიპარა. კი, შემოიპარა და ისე ლამაზად და ისე ჩუმად შემოვიდა, რომ ყველა ანსამბლს ახლა ხელში ბას-გიტარა. იმიტომ აღარ ხმარობენ ამ მას ბას-ფანდურს, იმიტომ რომ არ აქვს ახლა იმხელა რესურსი, რომ მუსიკას მიყვეს ბოლომდე რა. მაგრამ არ არის ცუდი. თქვენ კონტრაბასი უნდა ნახოთ. აი, იმხელა ფანდური რო გიჭირავს ხელში. ხო, ეგ არის. კონტრაბასის მსგავსი ფანდური. ზუსტად კონტრაბასის მსგავსი ფანდური. ხემით უკრავენ თუ? არა. კომბინაციებს ატარებენ ხო. მაგრამ ძირითადად ხალხური ჟღერადობაა უფრო, ხალხური ჟღერადობისაკენ იწევს. ეხლა ამ სიმღერებს რო დაუბრუნდეთ. აი რაღაც პონჩი წერ ისე რომ ბევრი ნახვა კონდეს თუ რო დაამუღამებინო რა. ისე ეკითხება რომ არხი მაგას სპონტანურად მიუდგა. ნახე ხო არ გრჩება რაღაცა. კუკლეტები. ურედე რომელიც მე წავიღებ. შეთვის არ ვარგა. მაგრამ 49 არა, მაგრამ 25 მილიონს დამიწე. 25 რა, 10 ნახვაც რო დაუწერა. ამისი რა მიწი. გამოაგზავნის ბიჭს. გამოაგზავნის. ის წამოიღებს რაც გეკნება დარჩენი. თუ ყრიმა. და თუ ყრის საჭრი რომ ვიდა. საქართველოს აქვს იმხელა რესურსი. აი ამ იმხელა ჰარმონიული რესურსი აქვს ჩვენ ქვეყანას. ეხლა ჩვენ არა მარტო მე ძალიან ბევრი მუსიკოსი და შემსრულებელი ვერ გრძნობს ამგერებს, ანუ ვერ ინტეგრირდება მასთან, თუმცა ჩვენ გვაქვს უდიდესი განძი. აი დიდი საცავი რო ნახოთ ისეთი ოქროს ზოდები რო იდოსით და კარი იყოს ღია და არავინ არ შედიოდეს. დაახლოებით ეგ სიტუაცია გვაქვს ახლა ჩვენ ქართულში. არც ქურდი. აი ეს არც ქურდი, ხო. ამიტომ ჩვენ და ანუ საქართველოს ზოგადად და კავკასიაში ზოგადად კავკასიაში ჩემი შესრულება კონკრეტულად ფოლკლორი არ არის. და ვერ ვიტყვი რა ხა კონკრეტულად ფოლკლორი, აი მე ფოლკლორისტი არ ვარ ფოლკლორისტი, იმიტომ რომ ფოლკლორისტი ჭირდება ძალიან ბევრი ცოდნა და გამოცდილება. აქედან გამომდინარე ჩემი ზოგადად შემოქმედება, თუნდაც აი ეს ამ სტილის სიმღერები, ეს რომელსაც 59 მილიონი ნახვა აქვს, ჩემი სიმღერა არ არის, ეს იყო თეონა ქუმსიაშვილის სიმღერა, რომელსაც ნუ როგორ უნდა დავგვიყვან? ვინც მღერის აგერზის და რა გიარ სახეზე კი არ ცნობ. მაგრამ ჩვენი შემოქმედება არის ზოგადად კავკასიური, ანუ ზოგადად კავკასიური არის ჩვენი ესე ვიბრაციები. ამიტომ დაჯილდოვებული ვართ მოკლედ ამ ხელა განძით და ამ ხელა ჰარმონიით. და ძალიან საინტერესო არის ის ფაქტი, რომ მრავალხმიანობა საქართველოს გარდა კავკასიაში არავის არ აქვს. მაგარი ჩვენ სიმღერა არ ვიცით, მრავალი ხმა იცოცხლე. რაზე ვლაპარაკობ? აი, ფანდური არ არის ისა? კი, მაგრამ ჩემი მასწავლებელი უკრავს. არ განდო მაინც. არა, ხუჭა მასწავლებელი ვერ მანდობს მაგ საქმეს. ანუ ეს არ გასწავლა ბოლომდე, ხო? არა. ხო, თუ დამოდოთ. სახეზე ცნობა და მომღერები ძალიან მაგარია. არ გამომდის ეს სახეზე ცნობა და რა გავაკეთე. ყაზახეთში ვიყავით. დიდი შოუ ტარდება ჯერ არ დამთავრებულა Silkway Star, აბრეშუმის გზის ვარსკვლავი, სადაც 12 ქვეყანა იღებს მონაწილეობას. არ ვიცი, ჩამოვთვალო რომელიმე გამომრჩეს ქვეყანა, არ ვიცი. ტაჯიკეთი, თურქმენეთი, ჩინეთი, ყირგიზეთი, თვითონ ყაზახეთი, აზერბაიჯანი, საქართველო, სასომხეთი, თურქმენეთი. გავისწრა ლუქსემბურგი. ლუქსემბურგს არ ეწყინა. იქ მოკლედ წაგვიყვანეს ეს ყველა ჟიურის წევრი. ჟიურიში იყავი? კი, ეხლაც ჯერჯერობით იქ ვარ, მოკლედ არ გამოუგდივარ. და რამდენ ხანში ერთხელ წარმოსულხარ? მოკლედ მივედით ფინალამდე. ძალიან კარგი ამბავია ის, რომ ჩვენი ქართველი ფინალში მოხვდა, ანუ ჩვენი ქვეყნიდანაც იღებს. ჟიურიც ქართველია და მონაწილეს თითო. კი, მე ვარ, ანუ მე ვარ ქართველი. კი, რა თქმა უნდა, ჩემს გარდა ქართველი მონაწილე იღებს მონაწილეობას და ყველა ქვეყნები ესე ერთი ჟიური ის არის. კი, 12 ქვეყანა, 12 ჟიური წაგვიყვანეს მოკლედ დასათვალიერებლად ყაზახეთში, ასტანაში და მოგვიწია მეჩეთში შესვლა და იქ ძალიან ლამაზი იყო ყველაფერი, კარგად ყველაფერი აკეთებული. ერთი გოგო, რომელიც ჩემ პროდიუსერთან ერთად დადიოდა,
ეკითხება რომ აი თქვენ მომღერალი ყავთო ძალიან მაგარი თქვენ მომღერალი ყავთო ერთიო ვიციო და არ ვიციო ძალიან გვიყვარს მოკლედ ყველასო რა და ნუ ჩემი პროდიუსერი დაინტერესდა ხა ვინ არის და აიღო ჩემ იმას აჩვენებს და მე ხა ამ გოგოს უდგავარ გვერდით რა და ნუ ეს მოკვდა ჩემი პროდიუსერი იქვე არის და სხვა გონია ანუ გვერდით უდგავარ ამ გოგოს იმიტომ რომ ეს გოგო გიდია გვიხსნეს რაღაცა სამ დროს და ჩემი პროდიუსერი ეუბნება ანუ მოკლედ ეგ მოკოდა აი ბიჭი იყო მაგ აგერ გვერდზე გიდგასო და არა ეს გამხდარიო გასნო ვიტყვები ისე მართლა გამხდარი ხარ ეხლა რომ გიყურებ ნუ მართლა ამ სიმღერაზე იყო ლაპარაკი შენზე სუკანი არის კონკრეტულად ამ სიმღერაზე აქვს აქცენტი სრულად ირანში, ყაზახეთში, თურქმენეთში 29 მილიონიდან რო არ შეხვდეთ ნაცნობი და რო ვერ გწნობს ვიღაცებს შანსი არ არის საბაჟოზეც მიცნეს ყაზახეთის საბაჟოზე კიდე კაი თორე ამას არ გამოატარებდნენ ჩემ პროდიუსერს აქ ისდა და ვის ჩამოყევიო და დათოს ჩამოყევი ვინ არისო დათო და მომღერალია რომელია მომღერალი ესა და ეს ის გაგიჟდა აბა სად არისო დამანახე და იქიდან გამოყო იქიდან ცოტა დავნეული კი იყო მაგრამ იყო რა ისეთია ყაზახეთში რო გწნობენ არა მარტო ყაზახეთშიც არა ირანშიც ძალიან ბევრ ადგილას იცნობენ ეხლა ამდენი ნახვა როცა გაქნიშნავს 49 თელ რეგიონს ყავხარ თითო იმ 12 ქვეყნი გადავითვალე და ის რასაც ვერ ვითვლით ახლა ამ YouTube-ზე კიდე ნუ სხვა მაჩვენებელია რა თქმა უნდა რა ირანში YouTube-ი არც არის რაღაც სხვანაირად აუ, არ უყურებენ ვიცი. ნახე გადამაწერიე 2015-ში ვიყავი სხვათა შორის ორი კონცერტი ჩავატარე ისპაჰანში მართლა ბევრი ხალხი იყო მოკლედ იყო არა ბევრი არა 1000 კაციანი დარბაზი იყო ორჯერ გავავსეთ ანუ 1 საათის ინტერვალი სხვა ზომებზე არის ვაფშე სხვაგან არის 59 მილიონი ნახო 1000 კაციანი დარბაზი ორჯერ ჩვენ 400 კაცი მოვიყვანეთ და ჭუაზე არ არა რატო იცი მქონია ხა 10000 კაციანი დარბაზშიც მიმღერია მართლა სადა ისრაელში აჟდოდში ხო და ანუ არა მე იმას არ ვამბობ რომ ახლა 1000 ადამიანი შეიძლება 4 ადამიანი იყოს მაგრამ არა მაგარია ირანში 1000 კაცი ორჯერ რა ვიცი და წარმოვიდგინეთ თქვენ ჩავიდე ირანში ერთ კაცს ვერ წავიყვან რომ არ შემოგვიყვანო ცოტა ხანი დამიჯერე აუ დამიჯერე ხელს მოგაჭრი ანანო არა მარტო ირანში კიდე ბევრ ქვეყნებში მოკლედ ისეთ ჩვენ კავკასიის ქვეყნებში უკვე სტადიონებზე უნდა გადახვიდე ხო ჯერ ცოტაც და ცოტაც და გავიზრდები კიდე რა დავბურთავ აბა რას ვიზო ვიბურთავ აი ეგ არის დაბურთვა არის რომ გავუსებ სტადიონს აი ახალი მნიშვნელობა თელი სტადიონი დაბურთა მადონა იცი რა მაინც სიმღერებს ეს წაიღალო თქვი რომ მის სიმღერაო შენს წერ თუ იცი ეძებ და რამოდენიმე გაკეთებული მაქვს მაგრამ ყველა არ გამოსვლია ხა ხელოვანი ადამიანი ვარ ბუნებრივი პროცესია მუშაობა შენი გაკეთებია კი რა თქმა უნდა და ეხლაც გაკეთებული მაქვს ხა რამოდენიმე პროექტი იყო მაგალითად აკუსტიკაში ვეფხისტყაოსანი ეპიზოდი პირველი რომელიც ძირითადად აღმოსავლურ ქართულ როკ ფანკ ყველაფერი ერთად არის ნაზავი მოკლედ აბრეშუმის გზა არის რა ისეთი როკიც და რაღაც ყველაფერი მაგალითად გავაკეთე ისეთი კომპოზიცია რომელიც გამოვიყენეთ რომელ წელს იყო საქართველოს იტალიის თამაში რაგბის ბათუმში რო იყო რომ ხო თქვენ ხო არ გახსოვთ ის მერე იყო 22-ში 22-ში ხო აი იქიდან ჩვენი ბიჭები იტალიელები უკვე რო გამოდიოდნენ რაღაც ჩემ მუსიკის თანხლებით გამოდიოდნენ და ასე რომ აქტიურად ვიყავი მაგ ჟანრში ანუ მე იმის თქმა მინდა რომ მე არ ვაკეთებ მხოლოდ კავკასიურს და რაღაც მარტო ფოლკლორს ხო მხოლოდ ფოლკლორს და რაღაც მხოლოდ მის ძირში არ ჩავდივარ აქეთ მიყვარს მუშაობა რა მაგალითად ძალიან მიყვარს მაილს დევისი ჩემი მუზა ჰერბი ჰენკოკი κουინსი ჯონსი ეტა ჯეიმსი მე პანდურის მოდელს რაღაცა საქსოფონს ბილ ევანსი და ნუ ასე შემდეგ
ძალიან მიყვარს მოკლედ ანუ არ არის არ იქნება 48 მილიონი. აუ მე მაგას ვამბობდი რომ აი ეს სამართალია მეთქი ხა რაღაცა სიმღერას აკვეთქი 2 მილიონი ნახვა რაღაც ქართულ ბაიაც რაღაცა და მაილს მეთქი 16000 ნახვა აკვეთ ნუ თავის კი და თან მუშაობ ელექტრომუსიკისა და ფოლკლორის სინთეზშიც და მოკლედ აი ყველგან მაგრამ თავარი ამომავალი წერტილი ის არის რომ უნდა იყოს ფესვი ან თუ თვითონ ღერძი უნდა იყოს ფოლკლორი რა ან ზოგად კავკასიური ვოკალის იმპროვიზაცია რა არ მინდა რომ იყოს ეს მარტო ქართულია ვერ ვიტყვი ხა ჩემ შემოქმედებას ან რამის გავს რომ მხოლოდ მარტო ქართული მაგრამ მიყვარს კავკასიური ქართული აი აქედან ამოვდივარ და ვაკეთებ ყველაფერს რა კი ზოგი გამომდის ბუნებრივია ზოგი არ პროცესი გამომდის ხო იცი რაც არ გამოგდის აგერ კლიენტი ხავს რა ფასზე მე პირადში მოგწევს ვინ გამოივლის დადე ხო ნახავ რომ აი თქვა 2 მილიონზე ზევით არ მიდის არ მე 2.5 აღარ მიდის ეს 59-ს თანოდებს აფუჭებს ამასაც აფუჭებს რა და ამიტომ ვიღაცა შემოდის და ბიჭო ხედავს რომ არ არის სტაბილური ხანდახან ეს ანდროს ეს გარეთ გასაღებით ესე ნერვიულია სიმღერა ხო არ გაკეთავს რამე კაი წაიღო ბიჭო ხო აი არ ვიცი რა ვირა გითხრა ნუ ერთიანად თუ დაგენანება დაუჭრათ თქვა არ პრობლემა ვიდა გავიტან სიმღერებს იქნება დღესაც დავუშვათ მისამღერებს ანდა თუ ეგ შენები გენანება მე რომ მასწავლო პანდურზე და იქნება ჩემით გავიტანოთ აუ ხო საინტერესოა რეალურად შესაძლებელია რომ პანდურზე დაკვრა ისწავლოს ისეთმა ნიჭიერმა ადამიანმა როგორც ფიზიკის ხო არის თქვა ადამიანი ნიჭიერმა სხვა სფეროში აი ა პროფესიაში ხართ მაგალითად ფიზიკა მათემატიკა მეხერხება ესეც ხო ერთგვარი ფიზიკაა ფანდური აბა მე რატო უნდა გამიჭირდეს აბა შეინია პანდური შეინია მოგაწოდოთ რასაც ვერავინ წაგართმე მოგაწოდოთ მოიცა მოვაწოდოთ დაიცა მოგაწოდები ოჰოჰოჰოჰო მოკლედ აი ამ ფანდურის ისტორია ეს არის ის ფანდური შენ რო თქვი რომ ძვირი კარგი ეს არის ის ფანდური რომელმაც ჩემმა მასწავლებელმა ხუჩა ღვთისიაშვილმა მაჩუქა ის არის ფანდურის პატრიარქი მოდი ესე ვიტყვი არ მიწყინოს არავინ თავის საქმის დიდოსტატი ასე ვთქვათ და ხუჩა მაჩუქა მოკლედ ეს ფანდური აი დააკვირდით როგორი ნამუშევარია ყველა დეტალზე არის ნამუშევარი კარგად გულიანად ნამუშევარი აი ეს ბზე მაგალითად აი ეს ლადები ხო აი რომელიც არის ბზა ეხა იქ ჩო რო აკორდს ხმარობს მაგალითად აკორდს რო ხმარობ ამას სამშობლო წვადი ბუნება ხო და ვერ ვიტყვი ახლა მე რომ ამის დიდოსტატი ვარ მაგრამ ეს ინსტრუმენტი ჩემთვის ჩემთვისაც ძალიან ახლობელია ეს ინსტრუმენტი, იმიტომ რომ ჩემ ბავშვობაში სკოლაში პირიქით შრომა ქონდათ გაკვეთილი. რა თქმა უნდა. შრომაზე გვაკეთებიებდნენ ფანდურებს ხისგან, ოღონ ამხელებს. მე ნაგვის ასაკრებს მაკეთებინებდნენ ახლა. მე დაფის ასაკეთებს. მეკონუქისაგან მაკეთებინებდნენ ნაგვის ასაკრებს. მაგრამ არ გავეროგი. ის არ შენობდა. კი მქონდა, მაგრამ რაღაცა ფორმა არის, თქვა რა ჩვენ. მოდი ჯერ არ მასწავლო. ბუნებრივად თუ გამომიღო. მე მაინც ვიტყვი რომ დაახლოებით ქართველების 90%-ს გამოვა რა. ეს არა, ეს იმათ პროცენტში შეიძლება. მოდი შევარ, უკუმა ხო არ მეჭი. კი, ამ შემთხვევაში უკუმა პირიქითმა. მე ხო ცაციო. აი ხა რო დაწყო. ეგრო იყოს პრობლემა რა. ჰარმონიული ო ესე ძალიან ძნე ეს ისე ხო და რასამდა არა ისე ბიჭო არ არის გადამიწყვე რა მარჯვენა არა ვერ გადააწყებს არა ესე ძალიან ძნელია ჩემთვის იცი რა ქენი ესე დაუკარი ხო იცი მას რაღაცა სიტყვაც მიაშვება შეგიძლია ორი აკორდი ასწავლო რომ რაღაც ჰარმონია მაინც მეიღოს ასწავლე ორი აკორდი რა ხარ აი მოდი ესე გავაკეთოთ ჯერ აი ეს უნდა დავკეტოთ პირველი. ნუ ყველაზე მარტივი აკორდი რაც არის, უნდა დავკეტოთ ეს
და უნდა დავკიდოთ აი ეს ლადი. აი 1 2 3 4 ანუ აი აქ და აი აქ. ხო, რაღაცა ეს მეგრული სიმღერის დასაწყისია. აშოჩელა. ესე ხო? ეხლა თავი სიმები არ გაწყვეტო. ჩხირი არ გინდა ის. ბალიშით ჩამოგა. ბალიშით შვება? ნუ 30%-ით გაიზარდა უკვე. როგორ ჩამოგარი? და მეორე? მეორე შენთან გადავადგინეთ. მეორე ეს ერთი მეყოფა. ეს როგორ არის? იცი ხა სიუში ჩაწერს, რომ პანდურზე დაკვრა თავისუფლად. მეორე. თავისუფლად. სიგალური გარდა. ინგლისურად fluently. უკრავ შეუფერხებლად. უკრავ საცია პანდურ. ძალიან ვიცოდი. ნებისმიერ დროს დაიწუნებ, ცაცი არ არის, არა. საცია პანდურ, უკრავ საცია. ხო, რას უპერს და მოგაწყვეტა და არა საცია თუ არა. დირიჟორობა. კი, აბარა. დათო შევწუხდით. უპერაში გადაიჭრა. მეზობელსო მარგალს. ხელოვნებას რო ვერ იტანს. ეხოცები მეორე წასწავლე, ცვალოს. ისა მე დაუკრა და შენი კიდე. ოზე ჩონგური გოლდუადონა. ვა! ერთი აკორდით რა შეიძლება გააკეთა ბიჭო. საკე ჩამისი, ამან 1 მილიონი მაინც გქონდა. უნდა მუსობა იქ. ჩვენი კოლაბორაცია. ერთი სურათი გადაგვიღე იმისთვის. ადისტვის მილიონი დოლარი შემოვა. კი, ოქროს დისკს რო გააკეთებენ, ხდაზე იყვნენ. სადასად იყო? შეიძლება ხელოვნება მეუთხე ვინა ვეღარ გამეორებ. 1 2 3 4 აი აქ აი ესენი. ეს და ეს. всё. მე თავიდან დაუკარით. მოგახმარებ ხე. ხო, ამას თავის ფანდური რო უყიდოთ აქ. რა უნდა მოსოდიზანის? ისევ იმას უკრა. ეს სხვა. ეხლა იმას უკრა. მე შენ სხვა სიმღერა. ხმამა იღე ფანდურო. არა, ეს ბოლო აქტიური კარგი. კლასია უკვე. მათ სხვაგან უნდა ხორნა დავაჭირო. აი აქ ბოლოს ეს სამი უნდა გადაკეთო. ეს სამი უნდა გადავკეთო. აჰა. მიდე. იმის მერე. გეიმის მე. კი. გამიჭირე რა არ მიჭირე. დავასიანო. ამოვავალი. ისე დაბრუნდი ისე. იმაზე უნდა იქ დაბრუნდი ისე. აულა დახედოს. გამიჭირე. და მე რა ისტვინა. დახედოს. არა. ტარარარირარირარა. ტარარარი. რარარარირარირა. ოპა! ოპა, არ უხდება. ამ ინსტრუმენტს. ვაუ. ეს შენ გჭირდება. ბიჭო, თავისი რო იყოს, მონიშნავდა იმ ადგილებს რა არ დაამიწყდე. ამითი რაღაცა დრო თავს გავიტან. ეგრე გამქონდა რესტორანში თავი ამით. ერთი მოვიდა და შენო კარგად მღერიო, მაგრამ დათო მაგარია რა, იქიდან მეუბნება და ჩემზე გითხრა და ჩემზე. ხმამა იღე ფანდურო, ამომავალი მისინა. თვითონაც ასე აკეთებს. დასკეთდა ასე. აი დათო როგორ საკეთებს? ხო, თვითონ არ გასწავლა. აი რა როგორ მბაძა. შემდეგ აკვეთილზე ვსწავლობთ. всё, მოდი ეგ ჯანელას ასწავლე. მე ისიც მეყოფა რაც ვიცი. შენ რაღაც დონეზე პანდურისთან საერთოდ არ იცის. საჩუქრებზე გადავიდეთ. უნდა გადავიდეთ. გადავიდეთ, მე გამოგართვა რო არ დაზიანდეს. კაიმა. მე საჩუქარს გამოვართვა. რაღაც არა, წარმოებები არა წერია. ფენდერი და ძანძნელია. წარმოებები და გოდენდო. დათო? დიდი მადლობა. აი, მინდა მუსიკის ფონზე გადმოგცეს დათო. მე გადავთემ. ჩვენი სპონსორი ნიკორა ხორცპროდუქტები.
და იმ კაცმა რომ გაკადრა რომ გამხდარიაო აჰა ეგ ახარ დავინახო აქ გვაქვს ჩვენ ნაირ ეს ლორია ხო თუ არ ცი ჩარავეთის შაი სენდვიჩებში არის ესე ჭაშხია ხო მუსიკაში თუ ამეცადინებ ეხა ეს გამეცადინებს რა კრაკოული თუ კრაკოური კრაკოვული ამას მიიღებ ჭამამ რეში ერთი ორი საათით ადრე რეში ორჯერ ეს შეგიძლიათ ჭამის მერეც მიიღო და ნებისმიერი რამე სპორტული ღონისძიების დროს ხომაგი კუჭის დამცავი არ უნდა არა ნერვულ კუჭის დამცავი მოიცე საგაა ნერვულ სისტემას შორის კუჭის დამცავი აი რა გერ ტრადიციული სარდელი კი ბატონო ხეჭაო და მერე ყლაპა ინსტრუქცია კუჭს უფრთხილდებით მიუნხენური ეს არის გასტროლებზე ეს გასტროლები თან სასაღებია ისა კი ამას გატანენ ჩვეულებრივად ჩვენ მედუდუკეს დააქვს ხოლმე ის დეკლარაციაში შეტანა არ უნდა ცეხვები ეს არის ძიან დილის არა ძე არ მიყვარს მაგრამ არა არა შეიძლება გამოწურო იქიდან ზე მოვწველო არა თვითონ ეს არის ოპაცია აქ რომ უძეოდ გამოდის ივერია აგერ ამას კალათით წაიღებ და ჯიბერში ჩაიგებ რაგან ერთი კვირა ვიცხოვრო ჩაეტევა იმ ჩონგურის იმაში ჩონგურის მიგაქ შენ კი აჰა და თუ ეს ეგ გამოვარდა პანდური და იცი და ინსტრუმენტის სახელმწიფო სპეციალური ეს არის ხომაგის ეს შენია უბრალოდ გადავდე ფაკეტა მხარეს რომ დიდი მადლობა ხომაგის სასაჩუქრო ეს არ მაინტერესებს რე ეს არის ქუდი ალილუია აი ახლა თამაში გვაქვს ეს არის სასტოინი ეს არის მაისური ხომაგის და ფრის ეს არის ფრისბი ო ამას ბავშვობაში თამაშობდი ხო რა კიდე კაი აი ჩონგურსა დააკრა რა ის ხორი გიტარან ჩონგური ჩასადებს გიტარისტებს სხვა კრია ჩონგურის ის არის ეს სტიკერები ჩონგურზე დასაკრავი სტიკერები რომელიც ფანდური ჩონგური არის მეგრული საკრავი 4 სილიანი ხო და ნახე ეს არის ჩონგურის ეს ფანდურის არის ეს ხო და შენ თვითონ მიხოდე ეს არის ჩონგურის ხო და იმახსოვს ეს არის ჩონგური და ის არის ფანდური როგორც ის სამ სილიანი როგორც ასწავლიდი ახლა კიდე გამავია მოსპო ეხა ჩონგურის დასაკრავად აჰა აუ მიაწევა ერთმანეთ ჩონგური და ფანდური ეხა ვისი ჩონგური ვის ფანდური ის ჩონგური ვის ფანდურშია მოდი ჩაგილაგო ნუ გავჩერე ლამაზად ჩაულა კიდე თუ რა ლამაზად ჩაგილაგო როგორც მუსიკოს შეგეფერება როგორც მუსიკოსებს შეგვეფერება ფანდური ესეც გავამზითოეთ ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრა მადლობა წარმატებები უდიდესი მადლობა ისეთი ციფრებზე ხარ ასული რომ ოქროს მოგველოცოს მალე უკვე მადლობა ესეთ გეკუთვნით ქართველი ესე ახლო იყოს ოქროს YouTube-ის იმასთან მე მგონი მე სხვა არავინ არ ვიცი წარმატებებს გისურვებ და ამით დღევანდელი გაცემთავდება ამით დღევანდელი ჩვენი გადაცემა დასრულებულია გემშვიდობებით ერთი კვირით ნახვამდის